მე მინდა დავსვა კვეთრად კითხვა. რამდენიმე კითხვის დასმა მინდა. პირველი, ეს საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლება რომ ამტკიცებს, რომ ომი არ გვინდაო. ხომ არ გეჩვენებათ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, რომ ბევრი რამე, რასაც ეს ხელისუფლება, ან ამ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ლიდერები აკეთებენ, თითქოს განაპირობებს უკვე მომავალში ომში საქართველოს ჩართვას. მაგალითად, როდესაც საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობა მისცა ერთ დიდ საკმაოდ კომპანიას, რომ ამ უკანასკნელს რუსეთთან გაემართა აღებ-მიცემობა ვაჭრობა, ნედლი ნავთობი გადაემუშავებინა ან ქაღალდზე, ან რეალურად ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას გულისხმობდა რუსული ტანკერებისთვის მიეწოდებინა რუსეთისათვის მიეცა შესაძლებლობა, რომ გადამუშავებული ნავთობი საწვავის სახით გაეტანა რუსეთის ტერიტორიაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს განაპირობებს, როცა იქნება მაშინ, თუ ასე მოხდა, უკრაინელების საკმაოდ სერიოზულ გაჯავრებას საქართველოსთან მიმართებით, საქართველოსთან დაკავშირებით მიმართებით და უკრაინელებმა შეიძლება აფრინონ ეს საოცარი დრონები და დაბომბონ რუსეთს, რომ ემსახურება ის ნავთობ გადამამუშავებელთა ქარხანა ყულევში. გულახდილად გეტყვით, მე მგონი რომ ეს არ მოხდება. არ მოხდება, იმიტომ რომ ორი მიზეზია. იმიტომ რომ უკრაინელები ამ განაცხადებას არ მიიღებენ, არ არის მათთვის ესოდენ პრინციპულად მნიშვნელოვანი ყულევის მან დაუშკა, ასე ვიტყვი, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვა და კარგია რომ არ მიიღებენ ამ განაცხადებას და მეორე 21 პაკეტი არსებობს ევროპის კავშირისა, რომელშიც ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა მოხდა, ოღონდ დათქვით, რომ თუ 6 თვეში შენ არ გამოასწორებ ქმედებას, ამ შემთხვევაში დაგასანქცირებოდა. რატომღაც მგონია მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული წარმოდგენის ცხადი არა ვარ არც მაკა ასათიანზე და არც მის მეუღლეზე, ანუ ამ ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ქართველ ვითომ და ქართველ ფლობელებზე, რომ რატომღაც მგონია, რომ ისინი მაინც ქმედებას აქციელს შეცვლიან. მაგრამ ყულევი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორები თუ დამფუძნებელები და მესვეურები საქციელს რომ შეცვლიან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის ზნესა და ფერს. ხომ არ გგონიათ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თითქოს ცდილობს, ქართული ოცნების ხელისუფლება თითქოს ცდილობს ერთგვარ პროვოცირებას სწორედაც რომ იმ ომისა, რომელსაც თითქოს და მანამდე თავად უარყოფდა, თავად ემიჯნებოდა, თავად ცილებდა თავიდან. აი, ორი მაგალითი დავასახელოთ. პირველი მაგალითი. იცით თქვენ, რომ ენგურის ხიდზე გადავიდა ამდენი და ამდენი ბენზომზიდი. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. დაატვირთული საწვავით. ეხლა არსებობს სამი ვერსია მინიმუმ. პირველი ვერსიაა, რომ იქ ადგილობრივმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც გადაიხადეს თანხა იქ ბიუჯეტში რაღაც გადასახადი, არა გადასახადი და ასე შემდეგ, ეს ჩვეულებრივ ბენზოგასამართ სადგურებში შეიტანეს და შესაბამისად რამდენიც იყო ეს საწვავი, თუმცა აფხაზეთში ეხლაც დეფიციტია, გალის რაიონში განსაკუთრებით დეფიციტია, მაგრამ იმ ხანად ხო შეეშველა და აი მოსახლეობას დაურიგდა, ალბათ თლად ზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ მოსახლეობაზე გადანაწილდა. ეს ასე რომ იყოს, სადავო მაინც იქნებოდა, ანუ ვის ეხმარები, რატო ეხმარები, რაღაც კითხვებს დავსვამდით, მაგრამ აი ლოგიკის იოტისოდენობა, რაოდენობა, ხო? ქართული ოცნების ხელისუფლების სასარგებლოდ მაინც იქნებოდა, იცი და ეხმარები რა, ენგურ გაღბაკი რუსული პასპორტი უნდებთ, მარცხენა და აფხაზური პასპორტი მარჯვენა ჯიბეში და საქართველოს პასპორტი საერთოდ არ უნდებთ, მაგრამ აი ხალხთა შორის ურთიერთობის გაგვივება, გაჭაღებას ვცდილობ ახლა მე და მაინც და მაინც ნუ დამძრახავთ, საერთოდ როგორ მძრახავთ თქვენ ადამიანები, რომლებიც ომით აფხაზეთის დაბრუნებაზე ხართ ორიენტირებულიო, გითხოვას გიპასუხებს რომელიმე ერთი ირაკლი კობახიძიან მისი მეგობარი ნაცნობი თუ პარტიის წევრი და არა, მაინც დაამარცხებ ლოგიკა არგუმენტაციით, მაგრამ მაინც რაღაცა იოტისოდენა სიმართლე ბჭყალებში, ცალი ბჭყალით, ხო?
მის ლოგიკაში თუ მის არგუმენტაციაში ის პოლიტიკაში იქნება. მაგრამ არსებობს მეორე ვარიანტი, რომ ეს ნავთობი გადასული ენგურის ხიდზე, დიდი ნავთობმზიდებით, ბენზომზიდებით, ხო, ჩავიდა და მივიდა დანიშნულების ადგილზე, ეს არის რუსული სამხედრო ბაზები. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბაზებსო ბორბლები ხო არა აქვსო და ბორბლები ხო არ გადაადგილდებაო, არა, პრემიერად წოდებულს უნდა შევახსენოთ, რომ ცხადია ბაზებზე ჩატვირთვა არ ნიშნავს იმას, რომ ბაზა გადაადგილდება, გადაადგილდებოდეს მეორე მხრივ, ხო, ანუ გადიოდეს ფიზიკურად, როგორც ასეთი. იმ ბაზაზე არიან ტანკები, არსებობს ტანკები, ჯავშნიანი მანქანები, ჩვეულებრივი სატვირთო მანქანები, ჩვეულებრივი სუბუქი მანქანები, რომლებიცაც სარგებლობენ ოკუპანტები და აი იქ ჩაისხა. ზოგი ტანკში, ზოგი ბრონირებულ მანქანაში, ტანკში არ მიდის საწვევი და მიდის ეგრეთ წოდებული სალარკა, კი ბატონო ტანკში არ ჩაისხა, მაგრამ ჩაისხა ერთ ფრენჩი არ ჩაისხა და ჩაისხა ჩვეულებრივი სუბუქ მანქანაში, რომლითაც გადაადგილდებიან ოკუპანტები და ეხლა მე მაქვს კითხვა. თუ რუსები ამას გააგრძელებენ, უკრაინელებს მიეცემათ თუ არა რუსული, ხაზგასმით ვამბობ, ობიექტების დაბომბვის, დრონებით შეტევის განხორციელების ლეგიტიმური უფლება სწორედ რუსულ ინფრასტრუქტურაზე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახლა სოხუმში საცხოვრებელ კორპუსს არ ძილბას გამზირზე, რასაკვირველი არავინ არ დაბომბავს. მაშ კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ერთგვარად ხომ არ პროვოცირებს ომს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც წინა შემთხვევის არ იყოს, ჩვენ კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული უკრაინისა და მე აქვე შემიძლია ღიად თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქოს საბაბს ვაძლევთ საიმისოდ, რომ უკრაინა დაბომბოს ამ შემთხვევაში აფხაზეთ, თქვა ჩოჩამჩირე, ხო? უკრაინელები მას არ გააკეთებენ სწორედ იმის გამო, რომ კარგად ხედავენ, რომ ბიზინა ივანიშვილი საკმაოდ ძლავრად არის მომჯდარი ამ ქვეყანაში და ეს ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის, ანტიუკრაინული რიტორიკისთვის შეიძლება გამოიყენოს ეს საბაბი თუ საბაბუკა. მაგრამ ეხლა ავსვათ იქნება და მთავარი კითხვაც. ხომ არ გეჩვენება და მე მეჩვენება გულახსოვთ გეტყვით, რომ ირაკლი კობახიძე კონკრეტულად და ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლება ერთგვარად იწვევს არა უკრაინელებს, არამედ იწვევს რუსებს. და ამბობს რა, ერთგვარად ამბობს რა, რომ საქართველოში არსებობს რუსოფობია, ყალბი თუ არა ყალბი, ხო, რუსები სიზულვილი არის ჩვენს ქვეყანაში და ამას კი ოსტატურად გამოიყენებს და მომავალშიც გამოიყენებს რუსეთი. იმ შემთხვევაშიც კი თუ გაორებულად ამბობს ირაკლი კობახიძე, ანუ ამბობს, რომ ეს არის ყალბი რუსოფობია, რეალურად არანაირი რუსოფობები ჩვენ არა ვართ, მაგრამ რუსოფობიის ელემენტები კი გამოჩნდა ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის მთლიანად რუსოფობია. ანუ რაღაცებს როცა ბოდავს და თავადვე იხლართება საკუთარივე მახეში, ხაფანგში თუ ლაბირინთებში, რომლებიც საკუთარ თავს აუშენა თუ აუგო, რუსები გამოიყენებენ თუ დასჭირდათ კლავი მეორე გამოიყენებენ ამას და იყვია დაახლოებით ასე უკაცრავად რუსულისთვის. რუსაფობი. დიახ, იმ დონბასში დასაკვირველი უსამართლო ომია. მაგრამ იმ დონბასში დენაციფიკაციის მოთხოვნით დაიწყო საუბარი მოქმედებები, ეგრეთ წოდებული SVO რუსეთმა მოითხოვა რა უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისაგან, რომ ის რუსოფობები, რომლებიც არიან დონბასში, ან ის რუსოფობიური პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს უკრაინა, კიევი, დონეცკისა და ლუხანსკის ოლქებში, ეს უნდა იყოს აღმოფხვრილი. კი უმტკიცებდა წლების წინ და წლების განმავლობაში, რომ არანაირი რუსოფობიას ადგილი არ ჰქონია უკრაინაში მთლიანად. ამას უმტკიცებდა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთს არ დააჯერებდა, ვერ დააჯერებ. მან დაინახა კი რა, დადგა სპექტაკლი იმის თაობაზე, რომ იქ ვინმე ვიღაცას ავიწროებდა, იყო რუსოფობიური განწყობები, ეგრეთ წოდებული განწყობები იყო და შესაბამისად ეს ყველაფერი ფართო მასშტაბიანი ომისათვის გამოიყენა. ახლაც არა, სხვაგვარად ვიტყვი, 2015 წლიდან რუსეთი ამტკიცებს იმას, რომ ჩაერევა ყველა იმ სახელმწიფოში და იმ სახელმწიფოს შიდა საქმეებში, სადაც რუსკი მირს, პრობლემები შეექმნება, სადაც რუსოფობიის ელემენტები იქნება გამოაშკარავებული და როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი თუნდაც ასე გაორმაგებულ ამბივალენტურად ამბობს, რომ იცით რა არის, რუსოფობია იყო, მაგრამ ეს იყო ძალად რუსოფობია, მაგრამ რუსოფობია არის, მოკლედ, როცა ბოდავს,
ხო, ხელისუფლების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში კობახიძე რუსეთი როცა იქნება მაშინ ვინც ის და გამოიყენებს სწორედ კობახიძეს და იტყვის ამგვარ რამეს რომ არ ვიცი რა იბოდა ირაკლი კობახიძეო, მაგრამ ფაქტია რომ დილაპარაკა რუსოფობიაზეო, ფაქტია რომ ერთმა ადამიანმა გახეთ კაცებით კახეთში ვიღაც ქალბატონი რუსეთისაო ვიღაცეები რუსებს ჩაგრავენო და ამის ნამდვილი ფაქტები იშვიათად, მაგრამ შექმნილი მოგონილი დადგმული კადრები კი საკმაოდაა უკვე დაგროვილი რუსეთის ფსბ-ში მათ შორის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიწყებთ ახალ სპეციალნაია ვაიენნაია ოპერაციას ამჯერად უკვე საქართველოში აგე მათი პრემიერიც კი მიუხედავად იმისა თქვა თუ არა ეს პრემიერმა როგორც თქვა იმაზე დაყრდნობით აგე მათი პრემიერიც კი ადასტურებს რომ საქართველოში რუსოფობია არსებობსო და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად მე ახალ მორიგ შემდეგ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას დავიწყებო და უკრაინისაგან განსხვავებით ჩამწუხაროთ ამასაც ხაზგასმით ვამბობ არც ხელისუფლება არსებული ხელისუფლება თუ შერჩა იმ პერიოდისთვის ამ ქვეყანას და არც საზოგადოება და არც შეიარაღებული ძალები ვაგლახდა სამწუხაროდ რუსეთს წინააღმდეგობას არ გაუწევენ უფრო ზუსტი რომ იყო ალბათ შევცდი საზოგადოება ალბათ წინააღმდეგობას გაუწევს ხოლო ხელისუფლება ამგვარი როგორიც ყავს დღეს ჩვენ ქვეყანაში ვინც გმართავს ამ შულბაქ კანონიერად თუ კანონად რასაკვირველია ჩირგვებში ჩაიმალება და ამ ხელისუფლების წარმომადგენლები რასაკვირველია გარიგება მორიგება შერიგება ზეწავლენ რუსეთის ფედერაციას და ოღონდაც კი თქვენ ნამეტანი არ დაგვაზიანოთ ჩვენ უგლებრივ ყველაფერზე თანახმოვართ ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგობას ნამდვილად არ გაგიწევთო ამას შეუთვლის ყოველი მეორე კალაძე თუ კობახიძე პაპუაშვილი თუ ყაველაშვილი მდინარაძე თუ წულუკიანი მოკლედ ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეული ყოველი მეორე კი არა ყოველი პირველი საჯარო პირი მოსკოვს რუსეთს ანუ სივრცეს რომლისაც არა მარტო ეიმედება რომელიც გულის სიღრმეში უყვარს კიდეც ეხლა დავსვათ მთავარი კითხვა და ვინის ის და ყველაზე საინტერესოც ვართ თუ არა რეალურად რუსოფობები ჩვენ მე თქვენ ჩვენ ჩემი მოწინააღმდეგეები ჩემი მომხრეები მე ვისი მომხრეც არ ისინი ქართული საზოგადოება ქართული საზოგადოების უმრავლესობა უმცირესობა იტყვის რომ რუსოფობები არა ვართო ჩვენო პირიქით გვიყვარსო რუსები ამიტომ მათზე არც ვილაპარაკოთ აი ჩვენ უმრავლესობაში ვინც ვართ თუ არა რუსოფობები რომ ვიყოთ ყოველ მეორეს არა მართლა 3-ში 2 ან 4-ში 3 ან 5-ში 4 რუს დანახულს შემჩნეულ სკვერსა თუ რესტორანსა თუ კაფესა თუ ორღობესა თუ სამღობესა თუ ქუჩაში თუ უბანში თუ რაიონში თუ ქალაქში ან თუ ზოგადად ჩვენს ქვეყანაში გადაჭარბების გარეშე ჩვენ ამოვარტყავდით უკაცრავად პასუხია და ჭიტლახს ანუ ეგრეთ წოდებულ პანჩურს ქალიან კაციანა და სულ ყველას მიუთითებით ლარს გადაღმა გასვლისაკენ ანუ საზღვრის ქვეყნის დატოვებისაკენ არა ამგვარი რამ არ ხდება და თუ რამ ხდება ჩვენ სინამდვილეში მათ შორის რუსები ჩივიან 95% არის დადგმული რომ იცოდე ვიღაცამ ჩამიფურთხა ხაჭაპურში მოდის ვიხდი ვიღაცამ ჩამიფურთხა ხინკალში ვიღაცამ ხინკლის რაღაცა ხორცები ამოვაცალა და მარტო ცომი მოიტანა ამას რო წერენ რუსები მათ შორის პლატფორმა X-ი ან ნებისმიერ სოციალურ მედიაში რომ იცოდეთ მაინც უბრალოდ შემთხვევაში 95% ეს ტყუილი და მოგონილი ამბავია ამით ქმნიან ერთგვარ საინფორმაციო ველს და ჭყალებში ამტკიცებენ უბრალოდ მიხავთ იქითკენ იმისაკენ რომ თითქოს და ჩვენ რუსოფობები ვიყოთ ეს ყველა შორის იმ კახეთის ინციდენტის შემდეგ უფრო დაიწყო რუსები ცდილობენ დაამტკიცონ რამდენად არ მივესალმებით მათ. დიახ, ჩვენ მათ არ მივესალმებით და ესეც არ არის ათაკილო თუ ჩვენ ხანდახან კომპლექსდებით ხოლმე. ჩვენ არ ვართ რუსოფობები, იმიტომ რომ აკითხარით რომ ყოველ მეორეს ჭიტლახს ამოვარტყავდით. მეთქი ვინც კი შებოდის არ ვინც კი მკვიდრდება და ამგვარი რამ არ ხდება. თუ რამ ხდება რუსების სპეციალურად აკეთებენ იმისთვის რომ ერთგვარი საინფორმაციო ფონი ველი შექმნან ჩვენს ქვეყანაში რომ თითქოს და რუსოფობები ვართ. მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვართ და არც უნდა გვეთაკიდებოდეს რუსეთ მოძულეები და არ უნდა გაუკვირდეს არც ერთ რუსს რომ რუსეთ მოძულეობა ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობაში ნამდვილად არსებობს. რუსეთ მოძულეობასა და რუსოფობიას შორის კი არსებითი სხვაობა. რუსეთს და რუსებს ქართული საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მათ შორის გაგვირდებათ და მეც ხშირად ერთმანეთთან ვაიგივებთ. ეს არ ნიშნავს რომ ჭიტლახს ვარტყავან ცილას ულაწულებ ქალსა თუ კაცს შეხვედრილს ქუჩაში უბანში
მიკროუბანში, კაფესა, სკვერსა თუ რესტორანში, გავისი რაიონში, თეატ ქვეყანაში რასაკვირველია არა, მაგრამ ამ რეზით რომ გავცქერი და მასთან ერთად სივრცეში, ერთ სივრცეში ყოფნა რომ არ მინდა, ესეც ფაქტია. არ მინდა თავის მხრივ, იმიტომ კი არა რომ ეს კონკრეტული რაღაცა მნიშვნელობა ქალიან კაციანა, კონკრეტული ივანოვა მაინც და მაინც ეს არის ცუდი და იმპერიალისტი. არამედ იმიტომ რომ ეჭვი იმის თაობაზე რომ ეს ივანოვაც თუ ივანოვიც ცუდია, ხო, მიუღებელია, იმპერიალისტია, პუტინის ადგილას რომ მოხვედრილი იყო ვინც ის და ამგვარი არ ამაზე უარი მასზე უარესიც კი შეიძლება და ყოფილიყო, ამგვარი ეჭვი არსებობს. დიახ, ჩვენთან აზიმუტის თვითმფრინავებით და აგრეთვე ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შემოდიან რუსები და ჩვენ არ ვიცით პრაქტიკულად არაფერი არც ერთი მათგანის კონკრეტულად და არც ზოგადად ამ საზოგადოების ამ დროებით ან სამუდამოდ ან დიდი ხნით შემოსული რუსების შესახებ რუსების თაობას. ისინი ყიდულობენ უზრავ ქონებას, მერე ეცდებიან რომ გახდნენ საქართველოს მოქალაქეები ანუ ამომრჩევლები. ძალიან მნიშვნელოვანია 100,000 ამომრჩეველი რუსეთიდან შემოსული, ხო, დიდ პრობლემას შეუქმნის ჩვენს ქვეყანას, როცა იქნება მაშინ და როცა იქნება მაშინ კი არა ძალიან მალე. ისინი ყიდულობენ ამ უზრავ ქონებას. ისინი არიან ხშირ შემთხვევაში აროგანტულები, ხშირ შემთხვევაში იმპერიალისტურები, ხშირ შემთხვევაში ზევიდან გიყურებენ და რომ ვკითხო, ამგვარი რამ რომ вы оправдываете или нет, თქვენ ამართლებთ თუ არა პუტინის ოპერაციას წარმოებულს უკრაინაში, ეგრეთ წოდებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, მათგან 100-დან 99 გეტყვის რომ რასაკვირველი არ ამართლებს, მაგრამ როდესაც კითხავ რა გააკეთე შენ იმისთვის რომ ეს ოპერაცია შეწყვეტილიყო, ისინი უბრალოდ პასუხს ვერ გაგცემენ. და მეცაც გეტყვით რომ ვკითხო რომ ახლა რუსეთს პრობლემები რომ არ ჰქონდეს, ეკონომიკური პრობლემები მათ შორის. ან საზოგადოებას რომ არ ჰქონდეს ეს გამოწვევა რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება მართლაც გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია და პრაქტიკულად ყოველი ოჯახიდან გაიწვიოს ახალწვეული ამ ეგრეთ წოდებულ SVO-ში. ეს პრობლემა, ეს საკითხი რომ არ იდგეს დღის წესრიგში შენ ეს საკითხები რომ არ იდგეს დღის წესრიგში, დარჩებოდი თუ არა რუსეთში და ხმა გაკმედილი შეხვდებოდი თუ არა, დააკვირდებოდი თუ არა უკრაინის განადგურების პროცესს, მათ თუ გულწრფელები იქნებიან ისინი მათი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში გიპასუხებს რომ რასაკვირველია ისინი არ დატოვებდნენ ამ შემთხვევაში რუსეთს, მათ ხომ არ ეხებათ ომი და რუსეთში თუ არ იქნებოდა გარკვეული პრობლემები, ეკონომიკური სანქციებიდან წარმოქმნილი პრობლემები, აგრეთვე მიფრენილი საოცარი ჩიტები, დრონები მოსკოვში მათ შორის და ასე შემდეგ არაფერი ხდებოდა ეს რა ქვია, ეს რაღაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები თუ ვაილდბერისები ისინი სიამოვნებით იცხოვრდნენ მოსკოვში თუ პადმასკოვიაში, ომსკში თუ პადომსკოვიაში, პადლენინგრადიაში, ხო, ლენინგრადის შემოგარენში ისინი დარჩებოდნენ ამ სივრცეებში. ანუ ისინი შეეგუებოდნენ სხვათან განადგურებას, ამ შემთხვევაში უკრაინელებისა, სხვა შემთხვევაში ქართველებისა. და როდესაც მე ვლაპარაკობ იმას, ან ჩვენ ვლაპარაკობთ იმას, რომ ჩვენ რუსეთი გზულს, დიახ, ვაიგივებთ ამგვარ რუსებს, იმ რუსეთთან, ოღონდ ჭიტლახს თუ რაღაც კეფაში ხელს, რასაკვირველი არ ვურტყავთ და სწორადაც ვიქცევით. მაგრამ ამავდროულად ასე გაწოლა, ბოდიში სიტყვისთვის რასაკვირველია, რა გაწოლასაც კადრულობს საქართველოს ხელისუფლება, როცა ამბობს რომ мы вам рады, არა, мы им не рады. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ რუსი საშუალო ტურისტი კვირის განმავლობაში ავიაბილეთების გარდა ხარჯავს $1,300. ამდენი ტურისტი შემოდის განა წლის განმავლობაში. 1 მილიონი, ანგარიშე. 2 მილიონი, აი მაგალითად ავიღოთ რომ სამონაცემი ავიღოთ, არ ჩამიხედავს მე სტატისტიკის დეპარტამენტისთვის, მაგრამ თქვათ შემოდის 2 მილიონი ტურისტი კვირის განმავლობაში. ის ხარჯავს $1,300, ესე ხარჯავდა ყოველ შემთხვევაში. ესე იგი ეს გამოდის 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარის დახარჯვა. რომ გავამრავლოთ ეს არ მოუდგებელ რიცხვს ვამბობ 2 და 6-ზე, ანუ 6 მილიარდ 760, 7 მილიარდი დავამრგვალოთ, კაცო, 7 მილიარდი ლარი გამოდის და აქედან გავყოთ 5-ზე არის დაახლოებით 1,350, კი ბატონო, 1,9 მილიარდი ლარი ბიუჯეტისა, ეს არის 5-ზე გავყავ, იმიტომ რომ 20%-ია დაახლოებით გადასახადი, შეწოდელი გადასახადი, თუნდაც ოდნავ მეტი, კი ბატონო, თუ გქებათ 2 მილიარდი ლარი
რჩება რუსეთ ტურისტებისაგან საქართველოს ბიუჯეტში, ოკეი, ძალიან კარგი თანხა არავინ უარყოს, მაგრამ იცით თუ არა თქვენ რომ რუსებს აქვთ ამგვარი გამოთქმა, სვიატა მესტა, ანუ წმინდა ადგილი თავისუფალი არ არის, სვიატა მესტა პუსტი ნებუვაით, როგორც კი რუსი წავა, სათანადო მუშაობის და ხელისუფლება რომ არ მუშაობს, ეს ცალკე უბედურებაა. სათანადო მუშაობის ჩატარების შემდეგ ამ წმინდა ადგილს დაიკავებს ევროპელი ზოგადად. ფრანგი, ავსტრიელი, ბრიტანელი, იტალიელი, ესპანელი, გერმანელი, უნგრელი, შვედი, დანიელი, ფინელი, ავისი შვეიცარიელი, ან ამერიკელი, ევროპის კონტინენტს გავცდეთ, ან კანადელი, ასევე გავცდეთ, ან სამხრეთ ამერიკელი, ან აზიელი, ასე მაგალითად ტურისტები ჩვენ გვყავს ისრაელიდან საკმაოდ ბევრი სხვათა შორის, ავსტრალიელი, რაღაც ინდოელი პირობითად ლაპარაკობ, ბევრი ეროვნება შეიძლება, ზოგი ეროვნება შეიძლება არ გიამათ, მაგრამ ისინი გაცილებით მეც ხარჯავენ ჩვენთან, ხარჯავდნენ და ხარჯავენ, ვიდრე ხარჯავს საშუალო სტატისტიკური რუსი. თუ $1300 ხარჯავს კვირის განმავლობაში რუსი, ფრანგის დანახარჯები მახსოვს 1900, მოდი 1900 თქვა. 1925 იყო, მაგრამ მაინც $1900 ხარჯავს ფრანგი წლის კვირის განმავლობაში. მაგალითად, კაი, გავარებოთ თუ ფრანგს ეხა მართლა 500,000 ფრანგი ხო არ შემოვა, ხო? 500,000 ევროპელი რო შემოვიდეს და $2,000 რო დახარჯოს, $2,000 რო დახარჯოს, შენ გამოგივა $1 მილიარდი, საიდანაც 20% არის 200 მილიონი $, ანუ 2/6, ანუ 520 მილიონი ლარი არის შენი შემოსავალი ბიუჯეტში. მე მესმის რომ ოდნავ ნაკლებია ეს, ან ერთგვარად ნაკლებია რუსეთის ჯამური ტურისტების რაოდენობაზე, მაგრამ ამასობაში გაზრდი ტურისტ შემოიყვანს სხვა ქვეყნებიდანაც, ეს ევროპა ვთქვი, ამდენივე ამერიკელი, ავსტრალიელი, კანადელი და არ ვიცი, არგენტინელი, პირობითად რა უნდა არგენტინელს, მაგრამ პირობითად, ხო? ან ისრაელიდან ტურისტი რომ დაავატო, ან აზიიდან უკვე შენ გვარიანად გადააჭარბებ რუსეთის მოქალაქეებიდან შემოსულ თანხასთან ყველას ხომ არ აუგზავნებ, ხო? ყველას არ აუკრძალავ, რა საკვირველია, მაგრამ კარგი მონიტორინგი კი გჭირდება შენ საზღვარზეც და არა ასე უპრაგონოდ შემოყვანა ამ რუსეთის მოქალაქეებისა, რომლებთა უმრავლესობას კიდევ ერთხელ ვიტყვი, არის გულში დერჟავისტი მაინც. ბუკა პეტრიაშვილი, ბარემ წავიკითხავ თქვენი სტემართვით ჩემი მეგობარი წერს თუ შემხვდა და ეხლა თუ მივაგენ თუა და შევალ მის პეიჯზე, ხო? ალექსი პეტრიაშვილი. და მე მგონი სწორია, ბუკას ეს ნათქვამი წავიკითხავ, რას წერს ის გუშინ იყო თუ გუშინწინ. არის რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო? არის. კლავს ყოველდღიურად მშვიდობიან უკრაინელ მოქალაქეებს? კლავს. არის პუტინი ნომერ პირველი მსოფლიო ტერორისტი? არის. არის რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის საზროვნება იმპერიალისტური, მათ შორის აქ შემოსულებისაც? ეს ჩემი ჩანართია. არის. გვიკლავდნენ და გვაწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, თამას გინტური არ მოკლეს რუსებმა, აი ამ ტურისტების ნათესავება, უტრირებ შესაძლოა, მაგრამ მაინც არის. დიახ, გვიკლავდნენ. ნაცისტურ რეჟიმთან ერთად გასამართლა თუ არა მთელი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ? გასამართლა, ხო? და ამ გაუმაზღარ სისხლში და ნეხვში ამოგანგლულ მოდგმას თქვენ რაც გინდათ ის დაუძახებ, მეტი კი მძულს რუსეთი მძაგს ათეულ ათასობით ჩემს ქვეყანაში შემოხეტიალებული და შემოგზავნილი რუსი, შემოხეტიალებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რემარკაა და შემოგზავნილი, იმიტომ ამ რუსებშიც ათეულ ათასობით, რომლებმაც იყიდეს უძრავი ქონება ამ ქვეყანაში, შემოგზავნილები FSB-ს აგენტურა საკმაოდ ბევრია. და ასე შემდეგ, ხა ბუკას მთელ პოსტს აღარ წავიკითხავ. დიახ, ჩვენ არ ნიშნავს რომ გვძაგს, არ ნიშნავს იმას რომ ჭიტლახი უნდა ამოვარტყათ. მაგრამ რომ უნდა გვძაგდეს და რომ უნდა ვიცოდეთ რომ ესენი არიან მკვლევარები პუტინის რეჟიმისა, ესეც ფაქტია და ჩვენ უნდა ვთქვათ, აი კალაძისაგან განსხვავებით, მივამნიერადი. ჩვენ აი არასოდეს ვივიწყებთ, არა მარტო 14, 18, 20, 22, 20 ამერიწლის წინანდელს, არამედ აი ახლა ასე მაგალითად ხსენებული თამას გინტურის ამბავს არ დავივიწყებთ და ვერ დავიწყებთ და იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ თითქოს არაფერ შუაში ხართ, ხო? თქვენ მაინც გაიგივებთ რუსეთთან
რუსეთთან ბუკა ახლა ჩავხედე ერთ ძალიან საინტერესო მოსაზრებასაც ამბობს, არ მოთქვამს, ვიზიარებს. აქვე თავისთვის ყავდეთ თავიანთი თუ თავისი დიდი მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები და მხატვრები, არაკლია ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის დიახ, ყავდეთ თავისთვის, ჩვენ წავიკითხავთ დოსტოევსკის, მაგრამ არ ვამბობთ და არ ვიტყვით არასოდეს, რომ დოსტოევსკი ყველაზე დიდია დიდთა შორის. ჩვენ წავიკითხავთ ტოლსტოის, რომელიც დოსტოევსკის ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. დოსტოევსკი ისე დიდიც კი არ არის, ხო? ასევე წავიკითხავთ რა ვიცი, ჩეხოვს ასე მაგალითად. მაგრამ ამავდროულად ვიტყვით, რომ რუსული პოეზია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თქვენგანს მიაჩნია, რომ ოხრა დიდია და საოცარია, არაფერი არ არის ბრიტანულ პოეზიასთან შედარებით, ხო? იტალიურ პოეზიასთან შედარებით, ქართულ პოეზიასთან შედარებითაც. დიახ, ამბის მთხრობელი ესენინი, ან ამბის მთხრობელი ძირჟავისტი პუშკინი, ან ამბის მთხრობელი ვინ ლერმონტოვის ვაშვის, რომელიც ჩვენზე ცუდებსა ამბობს, თლად კარგებსაც არ ამბობს. ხო? ამბის მთხრობელი პოეტად ვერ ჩაითვლება. და საბოლოო ჯამში მართლა ფეხებზე დასაკიდებელია მათი კულტურაც, მეთქი ასე ვიტყვი, ხო, ან ვითომ კარგი, არა, ნამდვილად შეიძლება ბუკასთან იკამათო, მაგრამ ბოროტების იმპერია არსებობს დღეს და ბოროტების იმპერია არა, სიკვდილის იმპერია არსებობს და ამ სიკვდილის იმპერიის მიერ ძერჟავიზმისგან მტკიცებისათვის გამოყოფილი, გამოყენებული რუსული ლიტერატურის ასე მაგალითად თუ მუსიკალური ხელოვნების დიდი წარმომადგენლები, ფეხებზე დასაკიდებლები არიან. ამიტომ არ ვიცი, ეხლა კიდევ უფრო საოცარ რამეს ვიტყვი, ბუკაზე შორს წავალ გრიბოედოვს ალბათ ვერ ამოვთხრით ჩვენ, თუმცა როგორი იყო გრიბოედოვი, რა ქნა მან ჭავჭავაზეებში, ეს კიდე ცალკე სალაპარაკოა, ვერ ამოვთხრით, მაგრამ აი ლერმონტოვის ციკლს მინიმუმ რომ გადავიტანთ, ჯვრის ქვეშ რომ არის იმ ლერმონტოვისა, რომელიც ჩვენ გვარიერად გვაგინებდა, ხო, ეს კი ფაქტია. კარგი, ახლა შორს წავედი, მოკლედ, თავარი თემა მაინც ის იყო რა, თავარი საკითხი მაინც ის იყო. იწვევს თუ არა ცალკე უკრაინას და ცალკე რუსეთს საკუთარი უაზრო და ვინც ის და აზრიანი პოლიტიკით საქართველოს ხელისუფლება. როდესაც საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ რუსოფობები, ჩვენ არ ვართ რუსოფობები, ჩვენ ვართ რუსეთმოძულეები. ამით ხომარ პროვოცირებს ერთგვარად და ხომარ უთვლის გზავნილს პუტინს, რომ მიმიხედე რა, აქ იმათ აკაც უკებს ჩემს ოპოზიციას, რომელსაც მეკისერი ვერ მოუგრიხე და თუ შენ ან ერთად თუ მოუგრეხთ კრისერს ამ რუსებ და რუსეთმოძულეებს, ამ შემთხვევაში ჩვენს ჩახუტებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ოღონდ აღუდგება. აი, ბავშვები არიან ჩემ თვალწინ. ჩემი შვილი და ჩემი ძმისშვილი. ისინი აღუდგებიან. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია კოკაკოლა.